ლელუს მხარდაჭერა საჯაროდ კამერების წინ გამოუცხა და მანამდე გამოუგზავნა კამერებში ხდება ეს ყველაფერი და საჯაროდ მანამდე გამოუგზავნა დათუნია და ყვავილები. მერე ლაივზეც მოვიდა მოართვა ყვავილები ჩაეხუტა და კოცნა და გადაეფსკნენ ერთმანეთს და მოიყვანა თავის სამეგობრო და ტაში უკრეს ამ გოგოს. ანუ თვითონ დიას ააკეთებს ამას საჯაროდ და კამერების თვალწინ და მერე გუშინ ისხდნენ ეს ლელუ და ბონდო და რას ქვიაო გვანცა ვლაპარაკობსო ჩვენზეო ჩვენს პირად ცხოვრებაზეო საჯაროდო. მე რასაც თქვენ წერთ ლელუზე, ლელუს ყოფილებზე თუ ახლანდელებზე და არაფერს მე ამას არ ვამბობ. ხახნო თქვენ ნებართვის გარშე არავინ არაფერს არ იტყვის. დიდი მადლობა ამას ნდობისთვის. მე უბრალოდ ის ვისაუბრე, რაც თვითონ ამ ადამიანებმა გაასაჯაროვეს და თვითონ ამ ადამიანებმა კამერების თვალწინ რაც გააკეთეს. და ესე საჯაროდ უჭერს მხარს ლელუს, ჩვენ რატო არ გვაქვს იმის უფლება, რომ ეს დავინახოთ, ამაზე ვისაუბროთ და რატომ უნდა დავიბრმავოთ და დავიყროთ თავი. თვითონ დიას ააკეთებს ამას, ხო, საჯაროდ. და რა თქმა უნდა, ახლა დიასამ ხო იცის მანდ როგორ მუშაობს სისტემა და როგორ მოიგო ეს 2 სეზონი თუ რაღაცა. დიასამე გავიცანი, ივენთებზე მოდიოდა ხოლმე. ჩვენ 4 შაბათობით იქ გვაქვს ივენთები. და რა თქმა უნდა, ამ ზუკა გუგასთან მოვდივარ, რო ჩემი მეგობრები არიანო. მე ისიც არ ვიცი ისინი რამდენად ახლო ძმაკაცები არიან. მე მგონია, რომ უბრალოდ ახლო მეგობრები არიან, მაგრამ იქ რო დაიწყო მე ამ ყვავილების და დათუნიების გამოგზავნა და ლაივზე ხო საერთოდ გაასაჯაროვა და პირდაპირ თქვა და კამერების თვალწინ ჩაეხუტა და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ ვერ გეტყვით ახლა აქ რა არის დასამალი. კი, ვისაც უნდა იმას დაუჭერს მხარს და ჩვენ არ ვეუბნებთ რაც რომ არ დაუჭირო მხარი და არ გიდოდეს რომ ჩვენ უბრალოდ იმას ვამბობთ რაც არის. არავინ არაფერს არ უშლის. კი ბატონო. და მე მაინც მგონია რომ თუ დიასა ნახავს რომ ლელუ და ზუკა გუგა იქნებიან აუთსაიდერის სკამზე, აუცილებლად ბიჭებს დაუჭერს მხარს. რატომღაც მე ესე მგონია და დარწმუნებული ვარ ამაში. დიდი შანსია რომ ლელუს უბრალოდ იყენებდნენ. იმიტომ რომ თავარი კონკურენტი მანდ არის ლორენცო, ყველას მიაჩნია ლორენცო მთავარ კონკურენტად. და დიდი შანსია რომ ლელუს უბრალოდ იყენებდნენ. კი ბატონო. კარგად ვარ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ჰაუსის გარეთ ცხოვრება არის ძალიან სხვანაირი, 3 კვირა იყო იქ ვიყავი, მაგრამ მგონია რომ ვიყავი 3 წელი, იმიტომ რომ ერთი დღე უდრის, რა ვიცი, 1 თვეს ალბათ მეტს. მარიამზე მე ვარ მარიამის გულშემატკივარი, იცით ხო? მარიამს გულშემატკივრობ და მარიამს უჭერ მხარს და დღეს არის წითელი დროშების გადაცემის ცერემონიალი, მუზები არიან ბოსები და მე ვფიქრობ, რომ დიდი შანსია მარიამი ისევ იყოს აუთსაიდერად. მარიამი მგონია რომ მუზების ბოსობის შემთხვევაში აუთსაიდერად ისევ იქნება, იმიტომ რომ არანაირი შერიგების და წყენის გავლის არ მჯერა მე. ჰაუსის პირობებში, როცა ყველას კონკურენტია. გეთანხმებით, უტელეფონოთ, უკავშიროთ, გარეთ ვერ გამოდიხარ. ძალიან რთულია მართლა.
მე გეტყვით იმას, რომ ჩვენ სანამ შევიდოდით, ეს თითი მაქვს გაჭრილი, ნაკერები მადევს. მე გეტყვით, რომ სანამ იქ შევიდოდით ჩვენ ჰაუსში, ხომ? ჩვენ ერთმანეთი არ ვიცოდით და არ ვიცოდით ვინ იქნებოდა მონაწილეები, ეს იყო სრულად ანონიმური. რომ ცოდნოდა ალბათ არ ვიცი შევიდოდით თუ ალბათ არა. მე როგორც ხედავთ, მინდა ვიჭორებ, მინდა არ ვიჭორავებ. თქვენი რა საქმეა? ვისაც არ გინდა, ნუ მეჭორავებით და ზუკა გუგა გამარჯვების კი ბატონო, რეალური კანდიდატები არიან, ნუ ფინალში ყველა ვარიანტში, ლორენცო, ზუკა გუგა ფინალში აუცილებლად იქნებიან, თუმცა ლელუ რამდენად მიაღწევს, კი, თუ კარგად გამოიყენებს დიასას და დამჭერი ბონდო ყავს, გარეთ დიასა ყავს და კი აქვს შანსი, რა თქმა უნდა. თუ იქნება ისე რომ მე ვარ მარიამის მხარდამჭერი, იცით, მაგრამ თუ იქნება ისე რომ ზუკა გუგა და ლელუ იქნებიან აუთსაიდერის სკამზე, რა თქმა უნდა, ლელუს დაუჭერ მხარს ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეგენი ძალიან კარგად იყენებენ ლელუს ეგეთ იმას, რა ქვია. რეალობიდან აცდენას. რეალობიდან აცდენილი კიდე რატო არის იცით ხალხო, ბონდო როგონია ნამდვილი მამაკაცი. ჰაუსის ამბებში ვარ ჩართული, სტრიმებს ვერ უყურებ, მაგრამ ეპიზოდებს უყურებ ყველაფერს. კონტაქტზე ვარ მარიამის ფანებთანაც და გულშემატკივრებთანაც და ყველასთან და ვარ ძალიან ჩართული ამ ამბებში და ძალიან მიხარია ხოლმე რაღაცებს რომ წერთ. შიგნით რო ვიყავი, სხვანაირად ჩანდა ყველაფერი და გარეთ რო გამოვიდი და თქვენ რო ამდენ რაღაცას ხედავთ, ამჩნევთ და იცით. ძალიან მიხარია რომ მიზიარებთ ხოლმე ამ ინფორმაციას და ძალიან მაგრები ხართ. მარიამის გადასაწყვეტია ვის წინააღმდეგ იქნება, მაგრამ ლორენცოს წინააღმდეგ მარიამის ყოფნა ლორენცოს არ დაუსვია მარიამი აუთსაიდერად, რა დასვეს ზუკა გუკამ და ზუკა გუკამ რომ გადაიბიროს მარიამი და კოალიციაში შეაცუნცულო ძალიან ტეხავს კი. მარიამმა ნახე ლორენცო როგორ გაწია? გაწია რას ნიშნავს? გაწია, ანუ მარიამი არისო კოალიციაში ჯავახას გამო. მარიამი კოალიციაში არ მგონია რომ იყოს ხალხნო არა. მე ესე ვფიქრობ რომ მარიამი კოალიციაში არ არის. მოდი ეს რეზი დაუბლოკოთ ბარემ. ვინჯანდაბა, ცოტა უზრდელია ატყობა. მადლობა მეგობრებო ესეთი თბილი სიტყვებისთვის. მარიამს ყველა იყენებსო პირველ რიგში ჯავახაო, ვერ გეტყვით ამას. თქვენთან ერთად ვადებნებ თვალყურს და ვნახავთ ამ ყველაფერს გამოჩდება. მოდი ისე ვთქვათ, რომ გამოჩდება ყველაფერი რა. სამ კვირაში დაწყვილებული წვილი. მეც არ მჯერა, მაგრამ მოწონებაზე გეტყვით, რომ ნამდვილად მოწონთ ერთმანეთი ჩემი გადმოსახედიდან და ეს არის ჩემი აზრი. ჰაუსში ყოფნის დროსაც ესე ვხედავდი და გარეთაც ესე ჩანს.
ლორენცოზე, როგორც ჩანს, მარიამს წყენა აქვს და ამიტომ ლანძღავდა, თორემ კოალიციაში ვერ გეტყვით რამდენად. კი ბექა მიქაძე პროექტის გარეთ მარიამს ბალეშიკობდა, გულშემატკივრობდა. რადგან მუზები არიან ბოსები, მგონია რომ მარიამი აუთსაიდერის სკამზე მოხვდება. წითელი დროშებით ან ასე. და ლაივზე აუცილებლად მივალ, Google შემატკივრებ და თქვენს გაჩვენებთ რა ხდება და როგორ ხდება. ძალიან მიხარია, რომ ჯავახა ყურადღებას აქცევს, იმიტომ რომ მე წერილის დავუწერე, ისედაც დავაბარე, რომ მოვიდოდი, რომ მეთქი. ეხლა ყველა არ წაესიოთ მარიამს და არ დაჩაგროთ და ჯავახამ თან კარგად მომისმინდა და გაიგო. ჯავახა იყენებს შოყრობის იმის ხალხს უყვარს შოყრობის წყლების ნახვაო. ვერ გეტყვით, მე თავს ვერ დავდებ ჯავახაზე ნამდვილად. ჯავახაზე მე ნამდვილად თავს ვერ დავდებ და ვერავიზე თავს ვერ დავდებ, აგერ გამოჩნდება რა არის და როგორ მოიქცევა. ბონდო, მარიამი და ლორენცო, მე გიორგი პარიზეც ვფიქრობ, იმიტომ რომ კაი ხანია უფუნქციო თარიხა, კინტო პარიზი, რაღაცა კინტაური თუ რაღაცა უცეკვია. ჯავახა სტრატეგია ქონდა თუ არა ეს ჯავახას საქციელი თუნდა გავიგოთ ეს. რამდენად მხარდამჭერ იქნება მარიამის და რამდენად მოიქცევა ესე ფართიზე, აი მე ფართიზე ძალიან მეზარება, მაგრამ მარიამის ნახვა ძალიან მინდა და იქიდანაც გაჩვენებდით რა ხდება და როგორ მოკლედ ფართიზე წასვლა არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან მეზარება კიდე ჰაუსში ყოფნა. მაგრამ მარიამის ნახვა ძალიან მინდა და ძალიან მომენატრა. პირველივე დღეს მოწონება რეალურია და პირველივე ერთ რო დაინახო და მოგეწონო რეალურია, მაგრამ ხა შეყვარება, რა თქმა უნდა, დრო უნდა, პროცესია იქ შესაბამისი ქცევებია, დამოკიდებულებებია და ასე შემდეგ. წინასწარ დადგმული ხალხნო რას გულისხმობთ, რომ წინასწარ არის დადგმული აუცილებლად, რომ პარასკევს უნდა იყოს ლაივი და გავარდეს ერთი და წითელი დროშები, მწვანე დროშები, ეს ყველაფერი დადგმული, მაგრამ ვინ ვის მოეწონება იქ და ვინ ვის ეჩხუბება, ეს დადგმული არ არის. რა ორ მუზასთან ხალხნო მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და არასოდეს არ დამიცინია მათთვის არც ჩაცმულობაზე და არც სხვა რაიმე დეტალებზე. ლელურო განიხილავდა მარიამის ჩაცმულობას და ესე საჯაროდ ცუდად ლაპარაკობდა იქ კამერებში, მაგრამ რადგან ესენი არიან განსხვავებული გოგოები, პერსონაჟები, ცნობილები, გავაკეთე პაროდია. სულ ეს იყო და ამ პაროდიაზე გაგიჟდნენ. ჩემი აზრით ვინ მოიგებს? აუცილებლად ლორენცო გავა ფინალში და გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, ლორენცო და ამას ხო ეს ჰაუსის ბიჭებიც ხედავენ და ძალიან იშინიათ ლორენცოსი. სოფიაზე რა სიტყვით? ვინ არის სოფია? მერიემს კი ბატონო, აი რამდენი ხანია უკვე მაგას მეუბნებიან და ძალიან ლამაზი გოგოა, ძალიან მომწონს მერიემი. მერიემ მოკითხა. ხო. ნუ ბონდო შეურაცხადია ჩემი აზრით და მაგასაც ჯგუფიც აღარ შველის უკვე.
სოფი არის მარიამ მისის დაქალი გუშინ ლაივში იყო და შენც გაგინებდა და მარიამ ეხა მე თუ მაგინებდა იმე ჯავახა და დიანა უხდებიან ერთმანეთს ჩემი აზრით არ უხდებიან დიანა და ზუკა უხდებიან ერთმანეთს ჩემი აზრით ნახეთ ხალხნო ეს სადა მოძვრა ეხლა უნდა განახოთ ეს უსაყვარლესი არსება შეხედეთ ბაჭი იუ მოდი აბა სადა ხარ ეს ფუმფულა ნახეთ ვაიმე მარიამს რატო არ უყურ მარიამი ძალიან მომენატრა მარიამის წარსულზე კირკიტი ხო ძალიან არასწორად მიმაჩნია მეც მეგობრებო და იმის გამოყენება რომ მარიამს ახლა ექსი ვინ ყავდა და ყოფილი დაქალი ვინ ყავდა და ახლა რომ მარიამის გაშავება უნდათ მე მგონია რომ ზუკა გუგას და მუზებს ფლირტი აქვთ არ ვიცი მოწონება სიყვარული და ფლირტი აქვთ ჩემი აზრითაც ასეა კი შვილები მყავს დიანა ეფლირტავებაო მეც ესე მგონია რომ დიანა ეფლირტავება კი ბატონო კი რახან ამ გოგოებს დაშორდა და აღარ მეგობრება მარიამი ესე იგი მიზეზი ქონდა ეხლა ვის ბალეშიკობ? ეხლა ბალეშიკობ მარიამს მეგობრებო. გულშემატკივრობ, სწორი ფორმა, გულშემატკივრობ. უღრმესი მადლობა. ჩემი შვილი ეხლა არის უნივერსიტეტში და არ არის სახლში. თორე განახებდით. ჩემი გოგო შვილი არის მეგობრებო მარიამზე 2 წლით დიდი, 20 წლის არის, მარიამი არის 18 წლის. ხვდებით ხო? ლელუ უხდება ბონდოს? მეც ესე ვფიქრობ, ძალიან უხდება. მეუღლე არ მყავს. დიანა დაშტერებულია ზურათი და ზურას იმენა არ უნდა, ვაიმე არ ვიცი, ვინ ვისუნდა, რა ვიცი, ვინ დაუშალა ერთმანეთის ნდომება. ყავდეთ ერთმანეთი, ვინ დაუშალა. რამდენი წლის ხარ? 42-ის. მარიამს უნივერსიტეტი არა აქვს. მარიამს არ ჩაუბარები, ანუ სკოლა რო დაამთავრა, მუშაობდა, დამოუკიდებელი გოგოა ძალიან. ცალკე ცხოვრობს, მუშაობდა და უნივერსიტეტში არ ჩაუბარებია, მაგრამ მე ვეუბნებოდი, რომ რა თქმა უნდა, ხა მეჭყვის სწავლება და ისინი არ მიყვარს ხოლმე რა სხვა ადამიანზე და ყველამ თვითონ კარგად იცის როგორ და რანაირად, მაგრამ მე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა თუ რაიმე პროფესიას აირჩევდა და უნივერსიტეტში ჩაბარებაზე იფიქრებდა და ამაზე ჩვენ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანია, არის ძალიან ყოჩაღი, დამოუკიდებელი და ძალიან მაგარი გოგოა და უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდა რომელი უნივერსიტეტი და პროფესია უნდა და ამისთვის არც ახლა არის გვიან და არც შემდეგ წელს და მე ვთხარი რომ თუ საჭიროა მეც დავეხმარები, არ ვიცი, რამდენად საჭიროა ჩემი დახმარება, მაგრამ თუ დავჭირდი მარიამს დავეხმარები აუცილებლად.
არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ზურას ლელუ მოწონს, დიანა მოწონს თუ ვინმე? თუ ყველას ყველა მოწონს, ვეღარ გავიგე უკვე. ნინი თვლის, რომ ზურას დიანა მოსწონს. დიანა უფრო ვიდრე ლელუ, იმიტომ რომ ლელუს არც ცალია ზურასთვის აგერ გარეთ ქრაში, შიგნით ქრაში. რამდენ ფრონტზე იბრძვის ეს გოგო. მეც გეთანხმებით, რომ ეს ზუკა გუგა და დები მუზები ძალიან შეხამებულები არიან ერთმანეთთან, იმიტომ რომ ერთმანეთის ხუმრობები ესმით გადასარევად, ერთმანეთის ესმით გადასარევად, ერთნაირი საუბარი, გართობის მანერა აქვთ და ჩემი აზრითაც ესეა ზუკა გუგა და დები მუზები ძალიან შეხმატკბილებული ერთი კატეგორიის ხალხია და თან უხდებიან ერთმანეთს. რა გონია ვინ მოიგებს? ესეთი პროგნოზები არ ვიცი, მაგრამ ლორენცო აუცილებლად ფინალში იქნება და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. ნუ ჯერ მარტო ბონდოს რა დღეში აგდებს და როგორ უმკლავდება ბონდოს სიგიჟეებს. კოალიცია იქით გვაბრალებდა კოალიციას. ახლა მე და მარიამმა წითელი დროშა მივეცით ლორენცოს რას იცახით ხალხნო და არანაირი კოალიცია არ ყოფილა. ხედავთ, მაგრამ აი ეს კოალიცია ერთმანეთი რო ჯერჯერობით ჭირდებათ და მე რო კარგად მოიქნებენ ერთმანეთს. არ ვიცი, ჩემი პროგნოზი მოკლედ ასეთია, რომ მარიამი და ლორენცო აუთსაიდერებად ახლა იქნებიან და მესამე აუთსაიდერი მგონია რომ იქნება გიორგი პარიზი. რატომღაც ესე მგონია, არ ვიცი, ვნახოთ. დღეს არის წითელი დროშების ცერემონია და გადაცემა გაბა ხვალ. და წითელ დროშებზე გავიგებთ, ახლა კოალიციას რა გეგმები აქვს. მარიამ და ჯავახა მეც ვთვლი, რომ უხდებიან ერთმანეთს. რა ვერ გამიხედი ჰაუსის საუბრიდან. მეგობრებო, 2 დღეა, 3 დღეა რაც გამოვედი და ჩართული ვარ და რა ვიცი, მაინტერესებს როგორ წავა რაღაცეები და ვისაც აინტერესებს, იმათ ვესაუბრები. რაში ხედავთ პრობლემას ვერ გავიგე. ფიშო როგორ არის? ფიშოს ძინავს ეხლავე გაჩვენებთ. რაც შეეხება რეგიონიდან ხალხს, რა ვიცი, რეგიონიდან წარმოშობით რეგიონიდან ხალხი ვინც არის, არანაირი პრობლემა ხალხმა უბრალოდ რეგიონი არ არის მათი პრობლემა. მათი პრობლემა არის მათი დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი და მათი უტაქტო და უზრდელური მიმართვის ფორმები. ზუკა გუგაზე მაქვს საუბარი, თორე რომელი რეგიონიდანაც გინდა იქიდან იყავი, უბრალოდ ძალიან ელემენტარული ცდილობის ფარგლებში მოქმედებას ვთხოვდით მაგათ. ჩემი აზრით მარიამს დასვავენ მუზეები კი და მარიამ იქნება ერთ-ერთი აუთსაიდერი. აჰა. მეც ესე ვხედავ, რომ ქუთაის ზუკა გუგა ეფლირტავება დები მუზებს.
თან აი სულ ერთად არიან ერთმანეთის საძინებლებში და არ გამოდიან იქიდან და ერთად თავი თავზე მიდებული, ტანი ტანზე მიდებული, იცვლიან უკვე და გაშინაურდნენ და უკვე რა ვიცი ხა ფლირტი მეტი რა არის ხალხნო. შეიძლება მარიამი არც დასვან, ვერ გაიგებ, მაგრამ დანარჩენი ყველა მაგათი კოალიციის წევრი, ამიტომ სალამი ნიკუშა. მომავალი საქმრო რო უყურებსო, ხო? ვერ გეტყვით, თავიანთი საქმეა, რა ვიცი. ჯავახა აუთსაიდერის სკამზე არ მგონია რომ იყოს, მაგრამ აგერ ვნახოთ. აჰა. დადგმული არ არის, ბევრი რაღაცები ხდება რეალურად, დადგმული არის. რა თქმა უნდა, ის წესები, რაც თავიდანვე ვიცით ჩვენ, რომ ერთი უნდა გავარდეს ხმის უმრავლესობით და ასე შემდეგ დადგმულს თუ მაგას ეძახით, ხო, პროექტს აქვს თავისი წესები და ეს ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ამ წესების ფარგლებში ერთმა ადამიანმა უნდა დატოვოს პროექტი. კი ბატონო, სავარაუდოდ ლორენცო მარიამი და პარიზი. კი ბატონო, გეთანხმებით. ლელუ შიგნიდანაც არ მეშვება. კი, ჩემზე წერს რაღაცა ვიდეოებს და ბონდოსთან ერთად მლანძღავენ და განიხილავენ ჩემ ამბებს. ჭუბი ხალხნო არ არის დადგმული და ხა გეტყვით. ბონდო და ლორენცო რასაც იქ ჭუბობენ და ბონდო რასაც აკეთებდა გარეთ რო გამოვდიოდით, ბონდო 100-ჯერ მეტად კამერების გარეთ უარესად იქცეოდა, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა პარასკევს ერთი დღე გარეთ და ჰაუსის გარეთ გამოვდიოდით დილის 10 საათზე და მივდიოდით უკვე 6-ზე პროდაქშენის შენობაში უნდა ყოფილიყავით, რომ ეგ მოვემზადოთ ლაივისთვის და ასე შემდეგ. ბონდოს მე კამერების გარეთ, რასაც ვხედავდი, ეგ ჰაუსის გარეთ რო გავდივართ, ეგ ჯანმრთელობის ცნობა ავიღეთ, რაღაცა საჭირო პროცედურები იყო. 100-ჯერ უარესია ხალხნო, 100-ჯერ უფრო ღვարձლიანი და 100-ჯერ უფრო გაბოროტებულია და კამერებში კიდე კარგად იქცევა. გარეთ უფრო ბოროტი და გარეთ უფრო ღვարձლიანია. თან რამოდენიმე წუთი მყავს ნანახი გარეთ. მოგემნებით, აი წავედით ყველანი ერთად ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად და ჯანმრთელობის ცნობა ბონდოს არ ვიცი. ვერ გეტყვით, ჩვენ ერთმანეთზე ინფორმაციას ესე. ეს ალბათ ორგანიზატორებს უნდა გითხოთ. აი, ხალხნო, ნახეთ ლელუს სოლიდარობაზე რო იძახით ჩვენ, მე და მარიამს. ლელუსთვის არასდროს არაფერი არ დაგვიშავებია. პირადი კონფლიქტი მასთან არ გქონია არასოდეს. არაფერზე. მაგრამ თავიდანვე გულანძღავდა. მუზები წყავს იმიტომ, იქ ესე ამოქოქავდა, შემოგვაქცევდა და მუზებს ჩემი აზრით ძალიან კარგად იყენებდა ლელუ იმისთვის, რომ ჩვენ გაველანცხეთ კოალიციურად. ლელუ რო მუზების მეგობარი არ არის და არასოდეს არ იქნება, მაგაში ვარ დარწმუნებული, უბრალოდ მე ძალიან იაფფასიანი ქმედებებია ახლა ის, რომ მუსებთან რო წერდა ხოლმე ვიდეოებს, რომ ბევრი ნახვები ქონოდა TikTok-ზე, აი კარგი რა ლელო, აი ეს იაფფასიანი ქცევები და ისინი თან ყველაფერს ხედავს ახლა ამ სიმღერებზე მე არ მგონია რომ ლელუს აი ეს
მუზების სიმღერები მოწონს და ჩაწერდა ხოლმე ამ რაღაც ვიდეოებს TikTok-ზე და მე ბედნიერი უყურებდა, როგორი ბევრი ნახვა აქვს მუზების საუნდზე ლელუს ვერთო ჩემო და ლელურო ძალიან აცდენილი არ რეალობას იქიდან ჩანს, რომ ბონდო გონია მაგარი კაცი. მაგარი მამაკაცი გონია ბონდო, რომელიც არის ყველაზე საძულველი და არასწორი ადამიანი. ლელომ დაინახა გულუბრყვილო გოგოები და გამოიყენა ძალიან კარგად თავის ასარგებლოდ. პროექტს, ნუ ფინალში ვინც გავა, ეს არის ლორენცო აუცილებლად. ზუკა გუგაც ისე კარგად მიდიან და ასევე ძალიან სტრატეგიულად მოქმედებენ. აჰა. მარიამის და ჯავახას love story-ს მეც თქვენსავით ვადევნებ თვალყურს და ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. პირველ რიგში მე მაინტერესებს ჯავახა, როგორ მოექცევა მარიამს და როგორ დაუდგება გვერდში და როგორ დაანახებს, რომ მართლა მოსწონს. მარიამი სითბოს აჩვენებს ზედმეტად. Maybe, შეიძლება. იკო, გეთანხმები ლორენცოზე, მეც ვფიქრობ, რომ ძალიან, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ლორენცოზე თავიდან მეც მეცინებოდა, რომ ეს რა ის ფსიქოლოგი, ხა ეს ფსიქოლოგი როგორ უნდა იყოს, ხო შეიძლება 3 თვიანი და 3 კვირიანი კი არა, 3 დღიანი რაღაც აქვს, ან საერთოდ არ აქვს არაფერი გავლენა, მაგრამ ისე მყარად მოქმედებს თავის სტრატეგიასთან ერთად. უკვე მის შესაძლებლობებში ეჭვი აღარ გვეპარება. კი, ძალიან ჭკვენურად მოქმედებს. ლორენცო აგიჟებს ყველას კი არა, ნიღაბი ხო ჩამოხსნა ბონდოს. ზუკა გუგასაც ხო ჩამოხსნა ნიღაბი. ხო და ვერ გეტყვით რომ რამე სიზუსტეს არ იჩენს არაფერში ყოველ შემთხვევაში. რომ გაგაგდეს ვიტირო, არიტირო მე თვითონ რა გახარებული ვიყავი ხომ ნახეთ. ის დაუბლოკოთ, რახან ზრდილობას ვერ იჩენს. რა თქმა უნდა, მეგობრებო. აქ ზუკა გუგას ლექსიკონით ლაპარაკი, ანუ უზრდელური დაიბლოკება. შენი აზრით ბონდოს და ლელუს პროექტის გარეთ მომავალი. ზოგადად ბონდოს ესეთი ქცევით მომავალი საერთოდ არ აქვს, მაგრამ ლელუს არ ვიცი, ბონდო ახლა ჯერჯერობით შიგნით ჭირდება მხარდაჭერად და გარეთ დიას აყავს და კიდევ შეიძლება ვიღაცა კიდე ყავს და კიდე ყოლება მარაგებში. ასე რომ არა ლელუს ბონდოს მხარდაჭერა ჭირდება პროექტის შიგნით და მშვენივრად კარგად იყენებს, კოალიციის წევრები არიან. მარიამი ლორენცოს წინააღმდეგ კოალიციამ ამხედრა. ძალიან ცუდი თუ კოალიციამ მარიამზე იმოქმედა, ვერ გეტყვით დიასა კაპანაძეს დაშორდა. ვინ კაპანაძეს? მე ვარ კაპანაძე თვითონ.
მე ვარ გვარად კაპანაძე. ლელუ ზის და ბონდოსთან ერთად ჭორაობს ჩემზე ხალხნო, იქ კამერებში, ლაივში. ვერ გეტყვით სტრიმებზე ჩამიგდეს. თან კარგი არის ხოლმე, რომ მე ხო სტრიმებს ვერ ვუყურებ, მაგრამ თქვენ რომ მიგდებთ ხოლმე ვიდეოებს და ცალკე შორტებს და ცალკე ედიტებს. მოკლედ. Prime House-ის გარეთ ცხოვრება არის და თან Prime House-აც უბრალოდ თან House-აც ვუყურებ და თქვენს გეკონტაქტებით და გეჭორავებით ხოლმე პრობლემა ამაში რა არის ვერ მივხვდი. ლელუ დაბოღმილია რომ ლორენცოს კიდია ვემი ლელუ მართლა დაბოღმილია ხალხნო ბევრ რამეზე და მათ შორის ლორენცოზე იმიტომ რომ ლორენცომ უთხრა ლელუს რომ შენო მეო საერთოდ არ მაინტერესებო შენო 10-დან 5 ხარო თუ 10-დან 4-ო თუ რაღაცა ძალიან ისე უინტერესოდ და ლელუ ამაზე ძალიან გამწარდა და ამაზე ჩაიხვია ლელუს როგორც სიმპათიურ ქალბატონს მართლა ძალიან ეფექტური გოგოა და იცით ახლა როგორი ისეთი ფორმები აქვს შეუძლებელი არ შეამჩნიოთ ან მით უმეტეს სულ ასეთი ლამაზად კოხტად ჩაცმული მოკლე შორტიკებით დადიოდა ხოლმე და დადის კიდეც და საკმაოდ ესეთი დემონსტრაციული ვიზუალი აქვს ხო შეუძლებელი არ შეამჩნიო ხა ლელუს ფორმები და ვიზუალი ხო და ლელუს რატომღაც ეგონა რომ ყველა კაცი ყველა მამრობითი სქესის ადამიანი მასე უნდა გაგიჟებულიყო არც კი დაუშვია რომ ვინმეს ეგ არ მოწონებოდა იმიტომ რომ ყველა როგორც ნახეთ ზედ იმაშვება რა ქვია წრებს ურტყამს ხოლმე და ოღონდად თავი მიადონ ჩაეხუტა ხო და ლორენცოსთანაც მაგანცადა წაფლირტავება ჩემი აზრით ანუ ის ეპიზოდი თუ გახსოვთ ასე რომ მივიდა ჰალსტოკს რო უკრავდა და ასე შემდეგ მაგრამ ლორენცომ ისეთი დაიგნორა ლელუ რომ ლელუ ძალიან გამწარდა კი ბატონო გეთანხმებით მაგაში დიასა და სალომე კაპანაძე მე ვინიც ის ლელუ მაგიტო ვერ მიტანს რომ კაპანაძე ვარ და სალომე კაპანაძეს ვახსენებ სალომეს ვიცნობ სხვათა შორის ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ძალიან საყვარელი გოგოა ჩემი მოგვარია სალომეს სეზონი არ მინახია მე რა თქმა უნდა მაგრამ პირადად გავიცანი დაბადების დღეზე ჩემი მეგობრის და ძალიან საყვარელი გოგოა ძალიან ისეთი არც ნათესავი არავინ არ არის ჩემი და არც ვიცოდი ისე ვის შეყარებული იყო ვიცი რომ ინსტაგრამზე ძალიან აქტიურია და ბევრი გამომწერი ყავს და მეც მათ შორის ფსიქოლოგიურად შენს რომ დაგინახეს ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ და ზეგავლენა ვერ ეკნებოდა ჩენზე, იმიტომ დაგსვეს აუთსაიდერად. ჩემზე ზეგავლენა ვერასოდეს ვერ ეკნებოდათ და შესაბამისად ვერც კოალიციაში ვერ შემიტყუებდნენ. შესაბამისად, ხო. ეს წითელი დროშები და აუთსაიდერობა ის არის, ვისაც ვერ მანიპულირებენ. ლორენცო რა თქმა უნდა პირველ რიგში და მეც პრინციპში ამ კოალიციის წევრებთან რო არავისთან არ გავერთიანდი ხა მარტო იმიტომ რომ კიდევ ერთი დამატებითი კვირა როგორღაც კვირიდან კვირამდე გაძლო რაღაცა ბონდოს ვერ ავიტანდი ვერანაირად ესე მოდიან ახოს და ერთად ხედან და ბონდო როგორ უნდა აიტანო მარტო იმიტომ რომ კიდე ერთი კვირა როგორღაც გაკაჩო ჰაუში წარმოუდგენელია ვაიმე ლელუ მე ზოგჯერ მეწოდება ხოლმე სიმართლე გითხრათ ეს გოგო რამდენს იტანს იმისთვის რომ ჰაუში დარჩეს გულწრფელად მართლა ეხლა ძალიან გულწრფელად ვლაპარაკობ უკვე ძალიან შინაურები ხართ ჩემთვის და აი ლელუ მართლა მეწოდება რომ ეს გოგო რას არ აკეთებს იმისთვის რომ ეხლა
ის როგორ უნდა აიტანო ხალხნო ბონდო იმისთვის რომ კიდევ როგორღაც ერთი კვირა გაქაჩო როგორ მე ხوار ხადაო ხა ჩემი ბასასი უნდა გაჩვენოთ ვაიმე ოი რა საყვარელია ხალხ აი ეს არ არის ხა ძალიან საყვარელია და შეხედი ვაიმე ნახეთ რა საყვარელია იუ ნახეთ რა საყვარელია ხალხო ეს საყვარელია ვაიმე ხალხო შეხედეთ და გამხელა უკვე ასეთი ცოცხლე მყავს ძალიან მენატრებოდა ეს მენატრებოდა ძალიან ვაიმე კი ყოველდღე ვიფერები ხოლმე ამას მომწერეთ კიდე შემოვიდე ხოლმე და წაგეჭორაოთ რაღაცა ახალ ამბებში თუ როგორ ჯობია მითხარით ბონდოს ორიენტაციას ვერ გეტყვით ნამდვილად. ყავს ყოფილი ცოლი და შვილები. თვითონ ამბობდა ხოლმე ამას და მისი ორიენტაცია ვერ გეტყვით. ჩვენ იქიდან გამომდინარე ვაფასებთ ადამიანს როგორ იქცევა კამერებთან და როგორ დამოკიდებულებაში და ურთიერთობაში და ვინ მოსწონს რეალურად ვერ გაიგე მთავარია როგორ იქცევა და ვის როგორ იყენებს ხალხო ეგ არის მთავარი თორე გარეთ ახლა ვის ვინ მოწონს ამას ჩვენ ვერც გავიგებთ კი მწერთ ხოლმე რაღაცებს რომ აი ესეა და თქვენ არ იცოდით არა არ ვიცოდით ჩვენ არ ვიცოდით არაფერი ერთმანეთზე რომ შევდიოდით ჰაუსში მართლა არ ვიცოდით ერთმანეთზე არაფერი და არც ვიცნობდით რომ დამატებით ალბათ რაღაცები არ გაგვეგო ვერ გეტყვით უფრო ხშირად შემოვალ ხოლმე და თიკო ძალიან დიდი მადლობა ხშირად შემოვალ და წაგეჭორავებით ხოლმე ხო ეხლა იქ ხომ იკრძალავდნენ ლაპარაკს და ეხლა აქაც მოვიდა ვიღაცები და ამიკრძალეს ვინც უყურა ლაივს, მეგობრებო, ეს თითი მაქვს გაჭრილი ნაკერები მათებს. ლაივს ვინც უყურა ხალხო და ჩემი რეაქცია რაც იყო, ხო? მიხვდებოდით მეწყინა თუ არა ჰაუსის დატოვება ასე რომ. მან დეხლა მაგრამ ძალიან აქტიური მაყურებელი ვარ ჰაუსის და აქტიურად ვარ ჩართული და ლაივებზეც სულ მივალ ხოლმე და მე რაღაცებს მოგიყვებით. აუთსაიდერებში მგონია ლორენცო მარიამი და პარიზი. პინტო პარიზი თუ რა იცეკვა ამ ადამიანმა. იცით რა არის ცოლშვილიანი ადამიანებიც არიან ხოლმე გეები, მაგას ანუ არაფრის გარანტია არ არის. თუმცა ფემინურობაზე გეტყვით ერთ რამეს ბონდოს შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი პრობლემა ბონდოს ორიენტაციაზე არ გვაქვს მე. ვინც უნდა ის მოწონდეს, მე პრობლემა მქონდა მაგასთან იმაზე, რომ ძალიან საშინლად და სიძულვილით ლაპარაკობდა ქალებზე. და კაცი როცა ესეთი სიძულვილით ლაპარაკობს ქალებზე, რაღაცაზე არის ქალებზე გამწარებული. ვერ გეტყვით. ამიტომ მისი ორიენტაცია კი არ იყო აქ პრობლემა. პრობლემა იყო ის თუ როგორ მოგვიხსენიებდა ჩვენ ქალებს და როგორ ლაპარაკობდა ჩვენზე. ეგ იყო პრობლემა. მაგ შემთხვევაში თორე ვინც უნდა ის მოწონდეს ახლა პარიზი რომ მეჩხუბა ეს კინტო პარიზი რომ მიმითითებდა რომ ჩემზე და ლელუზეო
შენ რატომ არ გააკეთე კომენტარი, რომ ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ და ერთმანეთის საყვარლები არ ვართო და გიორგი პარიზი და ლელუ ერთმანეთისთვის როგორ ურთიერთობაში იქნებოდნენ, მე ამაზე იქ კომენტარი არც უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ არ მაინტერესებდა. თუ უნდათ ერთად ყოფნა იყო. თუ არ უნდათ, არ უნდათ. დიასაც ლაივებზე რო არ მოსუყდა საჯაროდ არ დაეწყო იქ მხარდაჭერები ლელუსთვის, ჩვენ არც მასე არ ვილაპარაკებდით. და არც მასე არ გავაკეთებდით კომენტარს, მაგრამ ლაივზე მოვიდა და კამერებში ღიად დააფიქსირა დიასამ. ხო, ეს თავისი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ლელუსადმით ახლა. ჩვენ რატომ შევიმჩნიოთ ეს? პარიზი ხო ეს კინტო პარიზი მართლა რა ვიცი რისთვის შემოვიდა არ ვიცი აუთსაიდერად რო დავესვი და წითელი დროშა რომ მოვეთ აი მეტი ფუნქცია ამ კაც მართლა არ ქონდა ხალხნო რასაც მწერთ ხოლმე გიორგი პარიზზე რო გარეთ როგორი პრობლემები აქვს მას ამაზე მე ვერანაირად ვერ ვისაუბრებ და არც არის ჩემი საქმე მე ვსაუბრობ იმაზე რაც არის ჰაუსის პროექტის ფარგლებში და პროექტის ირგვლივ თორე ამ ადამიანს გარეთ რა პრობლემები ქონდა და ვისთან როგორი ქცეოდა ცუდად თუ კარგად ეს არის მისი საქმე და მისი კლიენტების თუ ვინც არის მე ამაზე საჯაროდ ახლა გიორგი პარიზზე საჯაროდ ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ ძალიან ბევრი მწერთ რომ ეს გააკეთა ის გააკეთა და არიცოდით შეიძლება ბევრი რაღაცა ვიცოდით იქ და მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია მაგრამ ახლა მისი ბიზნეს საქმიანობებზე და ურთიერთობებზე არა მე საჯაროდ არ ვილაპარაკებ იმიტომ რომ მისი საქმეა ვისთან რა კონფლიქტებშია და თვითონ მოაგვაროს კოალიცია რომ მარტო დარჩება რას იზამენ დაერევიან ერთმანეთს მარტივად სანდროს ვიტყვი რომ მეგობრებო მე რაზეც მინდა ვილაპარაკებ და რაზეც მინდა არ ვილაპარაკებ ესე მუშაობს ეს ცხოვრება სად მუშაობ გვანცაო მე მაქვს ფინანსური სერვისები და ვარ საგადასახადო მრჩეველი და მაქვს ჩემი კომპანია ინსტაგრამზე ჩამოყვები და ყველას გიპასუხებთ ხალხო აუცილებლად კი ბატონო ვილაპარაკოთ მაგრამ ახლა გიორგი პარიზის რაღაცა იქ ბიზნეს საქმიანობები რა ვიცი თვითონ მოაგვაროს რა ვინ ტყუანია ვინ მართალია იქ არ ვიცი ბასასი მაჩუკა ჩემ მეგობრის შვილმა რომელიც წავიდა ამერიკაში სასწავლებლად და დამიტოვა და უკვე 5 წელია მყავს და ძალიან მიყვარს შვილივით. მეგობრებო, ეხლა მე უნდა გავიდე. ჯერჯერობით სალონში ვარ ჩაწერილი და სალონში თმა უნდა მოვიწეს რიგო. ინსტაგრამზე ვკითხე გოგოებს, ჩემ გამომწერებს და მირჩიეს კაი რაღაცები და მე კიდე შემოვალ და კიდევ ვიურთიერთოთ რაღაცა ძალიან შინაურული გარემოა. წითელი დროშების გადაცემის ცერემონიალი არის დღეს და გადაცემა გავახვალ. კარგად მეგობრებო, აბა